მოგისალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ ვისთვის არის გაშლა. თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, რომელიც სხვათა შორის ძალიან ესე რომ ვთქვათ, ახლა ბევრს საუბრობდეს, ესე არ არის, მაგრამ აშკარად დამოკიდებული არის ან დასალევზე, ან უყვარს დასალევი, დამოკიდებული მთლად არა, აი უყვარს რა, ესე რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული სვამდეს ხშირად და ასევე იცით რა არის, მე ვერ ვიტყვი, რომ მთლად უნაყოფო პოზიციაზე იყოს, აქ ფული არის ამ ადამიანთან, კი ბატონო, შედის, გადის, გამოდის მოკლედ რა, ფული ნამდვილად აქვს და ასევე ეტყობა საკუთარ რაღაც თვისებებზე, უყვარს ამ ადამიანს საუბარი, ეს არის წინა სიტყვაობა ან რაღაცას განსაკუთრებულად რომ მიტყვის აღნიშნავს, აი მე ეს ასე ესეთი ტიპაჟი არის, ეს არის წინა სიტყვაობა, ვისთვისაც რეზონინდა, ნახოთ რაც გრძნობს. აშკარად გზაზე არის თითქოს რაღაც ესე რომ ვთქვათ, დიდი ხნის სურვილი ან დიდი ხნის ოცნება, ან შეიძლება დიდი ხანი უნდა და ამ გზაზე რომ წამოსულიყო, მოსულიყო თქვენამდე, იმიტომ რომ აშკარად დამიფიქსირდა ასევე, რომ თქვენ მისთვის ძალიან ესე დამაკმაყოფილებელი ქალბატონი ხართ. დამაკმაყოფილებელი, ანუ აკმაყოფილებთ მის სტანდარტებს, მის მოთხოვნებს, ესეთი ქალბატონი ხართ, ცოტა ფერიასავით. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ესე აღიქვამთ, მაგრამ რატომღაც მსუქანი ფერია, რატომ მოვიდა ახლა ჩემამდე. არ აქვს მნიშვნელობა წონას ჩემოკარგებო, ხო? ყოველ შემთხვევაში, აქ როგორ არის, იცით, მე ის სურვილები, გეგმები, რაც მქონდა, მინდა რომ ავასრულო რაღაცას, როგორ არის, იცით, თვითონაც ეტყობა არ ელოდა ამ გზას, ან არ ფიქრობდა და რაღაცა სწავლი ხდება, შეიძლება ესე ფიქრობდეს. ხო, აშკარად ადამიანი ასევე არის, როგორ იცით, სხვათა შორის გულწრფელი და ეს ძალიან კარგი არის სხვათა შორის. გულწრფელობა აქვს, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ კარგ პოზიციაზე არის, ვიპოვე გამოსავალი, ესე იგი, მოდი კიდე ჩავშლი ბარემ, რომ მე ესე არ შევცვალო რაღაცა. პრინციპში მთლად ცვლილება კი არ არის ეს, მაგრამ აქ ადამიანმა იმიტომ არის ეს გზაზე ვარ რატომღაც ორიენტირებული ამ ეტაპზე მისთვის სავარაუდოდ საარველოდის თემა, რომ ნახეთ მე ვიპოვე გამოსავალი მანამდე რაც ხელს უშლიდა და აქ ფინანსებიც აქვს, ამას არ არის ისე რომ ფინანსები არ ქონდეს, თუმცა ხო რაღაც დავაგროვე, ესეთი თემით მოდის, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით რამე ამან არა იყოს თქვენგან. მანახე რა არის ეს, ასეთი ეჭვიანი ხარ თუ კარგად მინდოდა გაშლა და ეს რაღა იყო. რა არის ეს? ხო, აი ზუსტად. ბევრთან შესაძლებელი ეს ეჭვიანი პარტნიორი არის, კი ბატონო და ძალიან ისეთი, მაგრამ აქ ამან არა იყოს თქვენგან რამე ნივთი, ჩემოკარგებო, რაღაც ქურდის სახით დამიფიქსირდა და იმიტომ. მაგრამ ეს არის ან ფული, ან ოქრო. ან რაღაც ესეთი ღირებული ნივთი არა იყოს. ეხლა არ თქვა, სად მაგმოსაყარი ოქრო და სად ფული.
ამას გააკეთებს ხამი თან საღამო ხანს. არ არის გამორიცხული, ძალიან ისეთი კარგი ხასიათზე რომ იყოდან, კარგი საუბარი ქონდეთ, ძალიან მშვიდი, მეგობრული, რაღაც წარსულ თემებზე, რაღაც იმ პერიოდში გააკეთოს ეს ყველაფერი. კარგი, მოსთანაც ქურდი არ გვიფიქსირდება, ამ შემთხვევაში რა ხდება აქ? რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? ნახეთ, ერთი რამე დაიმახსოვრეთ, კი ეს ადამიანი გმანახეთ გრძნობა გააქვს. თუ რამე გითქვიათ წარსულში, კიდევ ცოტა გაფრთხილებები უფრო ამოდის აქ, კი ეს ადამიანი მოდის გულწრფელობას გამოამჟღავნებს, მე გზაზე გავაკეთე აქცენტი და საკმაოდ ისეთი იქნება, მაგრამ ლაღი. წარსულში თუ რამე სიტყვები თქვენ შორის დახარჯულა, ამ სიტყვების გააზრება ხდება აქ თქვენ შორის. შეიძლება ორივემ ძალიან კარგად გაიაზროთ, ვინ რა დროს, რატო რა უთქვით. დაფარული ინფორმაციის ასევე გაჟღერება, ან შეიძლება საიდუმლო გაიგოთ რამე. იცით რა არის? ძალიან ესეთი საკითხია, აქ მე ვფიქრობ, რომ თან მიუწვდომელი ხართ, თქვენთან მოსვლა უნდა, თან რაღაც ოცნებებზე მელაპარაკება, მაგრამ თან როგორა რაღაცას ვერ ინელებს თითქოს ეს ადამიანი. ესე იგი, მუცელზეა გაბერილი და რა, მიეჩეჩენადექსინი ახლა, კლიზმა გაუკეთეთ, თორე და რამეს აპირებ, კიდევ ამითინ გულისტკენას, ეს რას იზამ ახლა მართლა მივიღოთ შესაბამისის. ხო, ცოტა იქნება ის მომენტი, რაღაც ეს მოუნელებლობა, რაც გითხარით და ეს გაითვალისწინეთ, ხო, ამ შემთხვევაში ახლა როგორ უნდა მოიქცეთ? თავი უნდა შეიკავოთ, რა თქმა უნდა, არ უნდა აყვეთ, არ უნდა რაღაცა. მაინც ჩემთან მობუნძულდეს თემა უნდა გავუტაროთ. ესე გამოვიდა. რაც არ უნდა იყვირო, იჩხუბო თუ რაღაცა, მაინც ჩემთან ძალიან დასტოინად უნდა გასცეთ ამ ადამიანს პასუხები. რას გრძნობს? მონატრება სხვათა შორის აქვს, ესე გულგრილიც არ არის, ძალიან ძვირფასიც ხართ. თქვენი დაკარგვაც არ უნდა და აი სექსუალური მიჯაჭვულობაც დააქვს თქვენთან, თუ ჟინი, თუ რაღაც ჭირს ამას. ძალიან აკვიატებული ყავხართ, მოდის თქვენთან. ხო და იმედი ამ გაშლიდან ეხლა მე არ მომადგება კიდევ ვინმე. მე არ გულისხმობ არავის ჩემს თავზე ხალხნო. და ჩემი თავი ჩემ გაშლებში არ ჩაუთქვა დღასასრულელებს. უდიალობ ზოგიერთი. შანშან რომ მოხდა, ვიძახე, მოდის და მე მომადგენ გარებზე. ხო და მოდის ეს ადამიანი თქვენთან ოღონდ. ვაიჭველი. გრძნობა აი ცოტა როგორ არის იცით? გრძნობა კი მენატრები გულწრფელი ვარ, მაგრამ გრძნობაზე არ საუბრობს ეს. სტაბილური ურთიერთობა, რატო გინდა ამ ქალთან? სტაბილური ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ეძვირფასები, მიუწვდომელი ხარ, რაღაც ისეთი ეთყობა, აი ყვავილის მოწყვეტის ის აქვს ჟინი ამ ადამიანს. თან როგორ ნაყოფიერი წარმატებ, კი ეს ყველაფერი მოწონს ამას, თქვენში რაც გაქვთ, ხო? მაგრამ კიდევ რამე რა ინტერესი გაქვს?
რა ინტერესი გაქვს? ხო, ცოტა მე აქ ნახეთ შვილიც უნდა ამას თქვენთან, ან შეიძლება საერთო შვილი გყავთ, ოჯახი გყავთ. გრძნობებზე ესე რომ თქვა ახლა ეს ყურებამდე შეყვარებული და ასეთი პოზიციაში არ მიფიქსირდება, მაგრამ ბედნიერებას ანიჭებთ. არ ვიცი ეს რომელი სახეობა არის კიდე გრძნობებს და ურთიერთობებს შორის, მაგრამ ახლა თქვენ უკეთესად მიხვდებით, ხო? ნუ ახლა ვინც უფრო იცის ყველაფერი უნდა იცოდეს ეზოთერიკოსმა მოკლედ, უკაცრავად. ნახეთ, საერთო შვილი შეიძლება უნდოდეს თუ არ გყავთ, ან თუ გყავთ, ეს არის თქვენი, ესე რომ ვთქვათ, ასევე დამაკავშირებელი რაღაც არხი, ხო, გზა. ურთიერთობის დასტაბილურება უნდა, რაღაცა ის ძველის თუ რაღაც არის ის, რაც ბერავს, მაგისგან განთავისუფლებაც უნდა, ხო? მაგაზე გექნებათ ლაპარაკი, მაგრამ ნეიტრალური დაიკავეთ, ხო გითხარით და არაფერი აქ გართულება არ იქნება. გრძნობაზე არ საუბრობს პირდაპირ, მაგრამ არც გულგრილი და ისეთი, რომ თან მიუწვდომელი ხართ, თან ეტყობა ეს ადამიანის საკუთარ გრძნობებზე ჯერ დაფიქრებული კიდევ არ არის, რომ რა არის, ამას რა ქვია. და ამაზე ჭირდება ამ ადამიანს ცოტა დაფიქრება. როდესაც ახლა რაღაც სურვილები მქონდა და არ ველოდი და ეს სასწაული მოხდა და ესე გულწრფელად მოდის, მიუწვდომელი ხარ შენთან ურთიერთობის დასტაბილურება მინდა, ესეთი ძვირფასი ქალი ხარ, შენი დაკარგვა არ მინდა, სექსუალური ტოლვაც აქვს, მაბედნიერებ, შვილიც მინდა და ამ დროს ადამიანის გარკვეული არ არის, აი რაში ძეთ საკუთარ თავში, რომ ამას რა ქვია, ამ ყველაფერს. ხო, მაშინ ამას საკითხზე უნდა დააფიქროთ, ან თავისი მოახერხებს ამის და მიხვდება. მიხვდები? ჯო, მიხვდები? არა, ეს ადამიანი უნდა ესე იგი მიუთითოთ კონკრეტულად. აი, თუ როგორა, აი, თოხი თუ ასე არა, თოხი. ესო, რა ქვია, მგონა პირველი კლასის წინ დამავდით თუ ოროსანი. აი, თასი, აი, კვახი, აი, სიყვარული, აი, ცოლი. ესე რაღაცა ამას უნდა მიუთითოთ. თორე უჭერს, ნახეთ, იქნება ესე გაორებული, გაემაჩქნილი, კი გეგმა აქვს, კი ეს ყველაფერი უნდა, მაგრამ სახელს ვერ არქმევს თითქოს ამ ყველაფერს რა არის. რა არის და აი სიყვარული არის. აი ოჯახი არის, შვილი როცა გინდა, აი დასტაბილურება ურთიერთობის დაკარგვა არ გინდა კიდე. დაწყფელი გრძნობა არის, უწყფელი სიყვარული ურთიერთობა არის, ხო? მიუწვდომელი გემრიელი ქალი და ამ დროს, კაი, ბოლოს სიტყვას რას გვეტყოდა? ბოლოს სიტყვა იმას ამბობს, რომ ეს ქალბატონი დაფარულია ჩემთვის, ამოუცნობი არის და ეტყობა, აი, გრძნობას უყვარვარ და არ მეუბნება. მე რა მაინტერესებს, კაი, რომ გაგემხილოს ამ ქალბატონმა უყვარხარ, რა რეაქცია გექნება ამ შემთხვევაში? რა რეაქცია გექნება? არ უთხრათ. პირიქით. პირიქით გენით. მასაც თქმევინეთ, მას არ უთხრათ არა. იცით რა არის? არ უთხრათ განაწავა, არ წავა პირიქით, აქ ფეხმძიმობა და რაღაცა მოხდება, მაგრამ მაინც არ უთხრათ. კაი. არა. შეიკავეთ თავი, აწვალეთ ცოტა ხანი.
ასე იგი თქვენ უნდა რომ კაცის როლი მოირგოთ თუ რაღაც ამდაგვარი და ესე შეთავაზოთ. წამომყვები ბატონო ზურა თუ ბატონო დიმიტრი ცოლად. გავაპარტახე. იმედი ეს ინფორმაცია გამოგადგებათ დაგემშვიდობებით დროებით.